ირაკლი კობახიძემ გვითხრა, საქართველოს მთავრობა არსებითად პროდასავლურიაო. შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, თითქოს ბრიუსელმა ჩადო უზარმაზარი ენერგია ცრუ ნარატივის დამკვიდრებაში, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია. სიტყვებით ევროპისკენ, საქმით მოსკოვისკენ, რას აჩვენებს ფაქტები. კობახიძე განცხადებებში დაიკარგა და საკუთარ თავს უპირისპირდება. შარშან ხომ თავად თქვა, გადავწყვიტეთ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიო. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ინტეგრაცია თვითონ შეაჩერეს და არა ბრიუსელმა. თუ მთავრობა მართლაც პროდასავლურია, რატომ იღებს რუსეთის მსგავსად ანტიდემოკრატიულ კანონებს? პირბადის ტარების აკრძალვა, გზის გადაკეტვის აკრძალვა, 12 წლიანი სასწავლო პროგრამის გაუქმება, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონები და სხვა. ვინ გამოთვლის ამ სიას? ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები დასავლეთის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც უკუსვლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის გაფართოების ახალ ანგარიშში იცით რა წერია? ის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელწოდებას ინარჩუნებს. პრესკონფერენციაზე მარტაკოსმა აღნიშნა, რომ ამჯერად საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად რჩება. თანაც ქართული ოცნების წევრები, პროსახელისუფლებო მედიები, Facebook გვერდები მუდმივად ავრცელებენ დეზინფორმაციას ამერიკის, ევროკავშირის და დასავლური ორგანიზაციების შესახებ, თანაც იმ სიტყვებით, რასაც კრემლი იყენებს. რომელი ერთი გავიხსენოთ? გონი გლობალური ომის პარტიის მითით საკმარისია.